მოკლედ, ვითარება მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იძაბება. 13 ივნისს ისრაელმა დაიწყო ოპერაცია ამომავალი ლომი. ამ ოპერაციის მიზანი იყო ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება. რა თქმა უნდა, ესეთმა სერიოზულმა კონფლიქტმა დღევანდელ გეოპოლიტიკურ ხანძარში უფრო მეტი ნავთი ჩაასხა. ამ ვიდეოში ვილაპარაკებთ თუ როგორ შეძლო ისრაელმა ესეთი მასშტაბური ოპერაციის ორგანიზაცია, როგორ იმოქმედა ამ ომმა დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და რაც მთავარია, როგორ იმოქმედებს ეს კონფლიქტი საქართველოზე. მოემზადეთ, ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო. მეგობრებო, სანამ დაიწყება ვიდეო, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო და კიდევ მე გპატიჟებთ თქვენ ჩემ Discord სერვერზე, სადაც ჩვენ რეგულარულად გავმიხილავთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას. მოკლედ, ლინკი აღწერაში იქნება და ჩვენ უკვე ნელ-ნელა დავიწყოთ ვიდეო. მოკლედ, ამ ვიდეოში არ მინდა დიდი ხანი ვილაპარაკოთ თუ როგორ მოხერხდა ამ ოპერაციის ტექნიკური ორგანიზაცია, მაგრამ აუცილებლად უნდა ავხნიშნოთ თუ როგორ შეძლო ისრაელმა ესეთი მასშტაბური ოპერაციის ჩატარება, ისე რომ ირანმა ვერც შეძლო ერისებრი რეაგირება. და საპასუხო იერიშის მიტანა ისრაელზე შეძლო მხოლოდ მეორე დღეს. და რა თქმა უნდა, ის იერიშიც არ იყო ესეთი მძიმე ისრაელისთვის. რაც არ უნდა ვთქვათ, ირანმა მაინც კარგად შეძლო ადაპტაცია ამერიკული და დასავლური სანქციების ფონზე. ჯარის გაანვითარა, ვაჭრობაც გააძლიერა და ახალი მეგობრებით შეიძინა. მაგრამ ისრაელის არმიას ირანი ვერც კი შეედრება და ამმა ეს აჩვენა. როცა ისრაელმა ერთ დღეში გაანადგურა ირანის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნები და მეცნიერები, რომლებიც ეხმარებოდნენ ირანს ბირთვული არსენალის გაძლიერებაში, როცა ისრაელმა ერთ დღეში შეძლო ირანის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტის განადგურება, ირანი იყო შოკში. და როცა აზრზე მომიდა, მაგ დროსაც სერიოზულად ისრაელი მაინც ვერ დააზარალა. სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები თითქმის ხელშეუხებელი დარჩა და ირანმა მხოლოდ სამოქალაქო ადგილების დაბრუნვა შეძლო. მოკლედ, ისრაელის მთავარი მიზანი ამ ოპერაციის დროს გარდა ბირთვული ობიექტებისა იყვნენ სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებლები ირანის თავდაცვაზე. 13 ივნისს ისრაელის დაბომბვის შედეგად 20-მდე ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი დაიღუპა და ქვეყანაში დაიწყო ქაოსი. კიბერშეტევების დახმარებით ირანული სპეცსამსახურები ვერ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ამიტომაც მაღალჩინოსნების დაღუპვის შესახებ ძალიან გვიან გაიგეს. მოკლედ, ჩემი ათი ტექნიკური თვალსაზრისით მეტი არაფრის ცოდნა ამ ოპერაციასთან დაკავშირებით არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა ვისურვოთ თუ რა სტრატეგიით მუშაობს ისრაელი. გაანეიტრალე ხელმძღვანელობა და მექანიზმი თავისით დაიშლება. ეხლა კიდევ გადავდივართ ყველაზე საინტერესო და ჩემთვის ყველაზე საყვარელ თემაზე. პოლიტიკაზე. რატომ დაიწყო სინამდვილეში ეს ომი? იმედია უკვე ყველა ხვდებით, რომ ეს არ ხდება მხოლოდ ირანის ბირთვული არსენალის განადგურებისთვის. მოკლედ, ამ ოპერაციამდე ერთი თვით ადრე, 13 მაისს ტრამპი შეხვდა საუდის არაბეთის პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს და სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას. ამ შეხვედრის მიზანი იყო სირიის აბრაჰამის ხელშეკრულებაში გაწევრიანება, რის სანაცვლოდაც ტრამპი აპირებდა სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნას. რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი და საერთოდ რა არის აბრაჰამის ხელშეკრულება? აბრაჰამის ხელშეკრულება დაიდო 2020 წელს და ეს ხელშეკრულება დაიდო ისრაელსა და სხვადასხვა არაბულ სახელმწიფოებს შორის, მაგალითად გაერთიანებული ემირატები, მოროკო, ბაჰრეინი და სუდანი. ამ ხელშეკრულების მიზანი იყო ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. ანუ აქედან გამომდინარე, ტრამპი ცდილობდა, რომ სირიას და ისრაელს შორის დაწყებულიყო დიპლომატიური ურთიერთობები. შეიძლება ეს ყველაფერი კი კარგად ჟღერს, მაგრამ ისრაელს საერთოდ არ უნდა სირიასთან მეგობრობა და ისრაელს თავისი გეგმები აქვს სირიასთან დაკავშირებით. 2024 წელს, როცა ბაშარ ალ-ასადი გადატრიალების ფონზე გაიქცა სირიიდან, ისრაელმა გამოიყენა ეს სიტუაცია და ჩაატარა ოპერაცია ბაშანის ისარი. ისრაელმა გოლანის მაღლობებთან მდებარე ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. არა, მე შეცდომა არ დავუშვი, სირიის ტერიტორიაზე იყო ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურა. სირია საერთოდ ძალიან კომპლექსური რეგიონია, მაგრამ ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ირანი ეხმარებოდა სირიას, იმ მიზნით, რომ დაესუსტებინათ ისრაელი. 2024-ში ისრაელმა შექმნა ბუფერული ზონა. ანუ ფურცელზე კი სირიას ეკუთვნოდა ეს ტერიტორია, მაგრამ მაინც ისრაელის სამხედრო გავლენის ქვეშ იქნებოდა. რასაკვირველია, ეს გეგმები ჩაიშლებოდა თუ სირია აბრაჰამის ხელშეკრულებას შეუერთდებოდა და თუ ამერიკა მოხსნიდა სირიას სანქციებს. ეს ისრაელისთვის გარკვეულწილად საშიშიც კი იქნებოდა. და იქიდან გამომდინარე, რომ ნეტანიაჰუმ არაფერი არ იცოდა ამ შეხვედრის შესახებ, ტრამპის და ნეტანიაჰუს ურთიერთობები დაიძაბა. არადა თუ თქვენ თვალს ადევნებთ პოლიტიკას, გეცოდინებათ, რომ ამ ორ მსოფლიო ლიდერს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ზუსტად ტრამპმა შექმნა აბრაჰამის ხელშეკრულება, რომელიც ისრაელს ძალიან სჭირდებოდა. ზუსტად ტრამპმა დაადო ირანს უფრო მეტი და მძიმე ეკონომიკური სანქციები, რაც ისრაელს ასევე ძალიან სჭირდებოდა. გაგახსენებთ, რომ ნეტანიაჰუს და ბაიდენს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. იქიდან გამომდინარე, რომ ბაიდენი აკრიტიკებდა ისრაელის ქმედებებს ღაზას ომში,
ამიტომაც ნეტანიაჰუ დიდი ენთუზიაზმით უყურებდა ტრამპის მეორე ვადაზე მოსვლას. მაგრამ რატომღაც ტრამპმა შეცვალა თავისი პრიორიტეტები. ნახეთ რა შეასახა. ტრამპს ბევრი მიზეზი ჰქონდა თუ რატომ უნდა შეეცვალა პრიორიტეტები. ერთის მხრივ აბრაჰამის ხელშეკრულებას ყველა თავს არიდებდა. არდა ეს ხელშეკრულება ძალზედ მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის. ყველა არიდებდა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რადგან ისრაელი საკმაოდ სასტიკად ეგზეოდა პალესტინელებს. ღაზას ომი ამის მტკიცებულებაა და არაბებისთვის პალესტინელების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. მეორეს მხრივ ამერიკა ხვდება, რომ სირიის ან თუნდაც ირანის დასანქცირებით არანაირ მოგებას ამერიკა არ ხებულობს. ატომური არსენალის გაძლიერების რისკი კიდევ არის და თან დასანქცირებულ ირანს სხვა გზა არ აქვს და უახლოვდება ამერიკის ნომერ პირველ მტრებს. ჩინეთს და რუსეთს. სანქციების მოხსნით ირანი და სირია უფრო დაუახლოვდება ამერიკას ეკონომიკურად და იმის შანსი, რომ ამერიკა გააკონტროლებს ირანში ატომური არსენალის წარმოებას, უფრო გაიზრდება. არის მესამე მხარეც და ეს უკვე სუფთა ეკონომიკური მხარეა. ამერიკას აღარ აწყობს უამრავი ფულის ხარჯვა ომებში და ურჩევნია მდიდარ არაბებთან უკვე მეგობრობა დაიწყოს. რაზეა ლაპარაკი, როცა მხოლოდ რიადში შეხვედრის შედეგად ტრამპმა მოიპოვა ისტორიული 600 მილიარდიანი ინვესტიციური პაკეტი, თუმცა მისი სრულად განხორციელება უკვე აღარ არის გარანტირებული. ტრამპი ხვდებოდა, რომ ისრაელი მხოლოდ ხელს უშლიდა ამერიკას ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობაში. და რა თქმა უნდა, ნეტანიაჰუს ეს არ მოეწონა. ჩათვალეთ, რომ ისრაელის ყველა გეგმები იშლებოდა. ისრაელი ვერც მაგ ბუფერულ ზონას ვერ შექმნიდა სირიაში, ვერც ღაზას ვერ აიღებდა და რაც მთავარია, ირანის ბირთვული არსენალის საკითხი უცნობი იქნებოდა. გონია იმ ყველაფრის მერე, რაც თქვი, აშკარად უნდა ხვდებოდეთ, რომ ტრამპს ირანის დაბომბვის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ ეს არგუმენტი, რომ გავამყაროთ, მოდით ვილაპარაკოთ თუ რა გეგმები ჰქონდა ნეტანიაჰუს ირანის მიმართ. რა თქმა უნდა, არა მარტო ნეტანიაჰუს, არამედ მთელ მსოფლიოს ადარდებს ის ფაქტი, რომ ირანს ბირთვული არსენალი აქვს. თუ ტრამპი პირველი ვადის დროს პოლიტიკურად და ეკონომიკურად აწვებოდა ირანს, მეორე ვადის დროს ტრამპის დამოკიდებულება შეიცვალა. ისრაელი ელოდებოდა ტრამპისგან იმ რადიკალურ ცვლილებებს, რომელსაც ტრამპი აკეთებდა პირველი ვადის დროს და რადიკალურში გულისხმობ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას. ისრაელს ძალიან უნდოდა და უნდა კიდევაც ამერიკის ამ ოპერაციაში ჩათრევა, რადგან ისრაელი ხვდება, რომ ირანის ბირთვულ არსენალზე სანქციების სერიოზულ გავლენას არ ახდენს და არის საჭირო ზუსტად ესეთი ოპერაციის ჩატარება. ტრამპმა იცოდა ამ ოპერაციის შესახებ, მაგრამ სთხოვა ნეტანიაჰუს არ ჩაეტარებინა ეს ოპერაცია, რადგან ამომავალი ლომი ხელს უშლიდა ამერიკის და ირანის პოლიტიკურ დაახლოვებას. რა თქმა უნდა, ნეტანიაჰუმ არ დაუჯერა ტრამპს და 13 ივნისს ირანის დაბომბვა დაიწყო. ეხლა ისრაელის მიზანი ამერიკის ამ ომში ჩათრევაა. ირანის ატომური არსენალის ბოლომდე განადგურება და ირანში მთავრობის შეცვლა. როგორ გამოუვა ისრაელს ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია თქვა, რომ უკვე არც ერთ არაბულ სახელმწიფოს აღარ უნდა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში ახლო მომავალში შეუძლებელი იქნება. მაგრამ ყველაფერი რომ დავივიწყოთ, ეს ოპერაცია თვითონ ნეტანიაჰუს სჭირდებოდა, რომ დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ნეტანიაჰუს რეიტინგი საკმაოდ დაბალი იყო სხვადასხვა მიზეზების გამო და რომ დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სჭირდებოდა ულტრამემარჯვენე კოალიციის მხარდაჭერა და მათი ზეგავლენის გამო დაიწყო ომი ირანში. რომელი არის ყველაზე რეალური მიზეზი, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. ჩვენ კიდევ უკვე გადავიდეთ სხვა ქვეყნების რეაქციაზე. როგორც ვიცით, რუსეთისთვის ირანი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ირანი ძალიან ეხმარება რუსეთს უკრაინის ომში და რუსეთს ძალიან არ აწყობს ირანის დღევანდელი ვითარება. რუსეთი მწარედ აკრიტიკებს ისრაელს და ეშინია, რომ პროდასალური გავლენა არ გაფართოვდეს ირანში. ძალიან მინდა გავამახვილოთ ყურადღება რუსეთზე, იმიტომ რომ რუსეთი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს კარგავს და ეს რა თქმა უნდა მე ძალიან მაბედნიერებს. საერთოდ მოდით გავაანალიზოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ირანი რუსეთისთვის. ირანი აწვდიდა რუსეთს ათასობით შაჰიდის სერიის კამიკაძე დრონებს, რაც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც თქვი უკრაინის ომის ვიდეოში, დღეს დრონები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ომში. და ირანი ყველა სანქციის მიუხედავად საკმაოდ ეფექტურ და მაღალხარისხიან დრონებს აწარმოებს და ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან ირანი მთელი ომის განმავლობაში რუსეთს სერიოზულ დახმარებას აწვდიდა. რა თქმა უნდა, ომის გამო ირანი ვეღარ ეხმარება რუსეთს. ეხლა კიდევ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, საქართველოზე. რა თქმა უნდა, როცა შენს რეგიონში ესეთი მასშტაბური ოპერაცია ტარდება, შენ უნდა ყველაფერი გააკეთო, რომ ეს პრობლემა შენს ქვეყანას არ შეეხოს. რა რისკი არსებობს საქართველოსთვის?
რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ემიგრანტების პრობლემა. საქართველოს ისედაც ჰქონდა პრობლემა ემიგრანტების გამო, რასაც მინდა გავაკეთოთ ცალკე ვიდეო. და ეხლა ირანში დაწყებული კონფლიქტის გამო ემიგრანტების შემოსვლის რისკი უფრო მაღალია. ეს არ არის საშიში მხოლოდ კულტურული ან რელიგიური თვალსაზრისით. ეს ძალიან საშიშია უსაფრთხოების თვალსაზრისით. ირანში არსებობს უამრავი ტერორისტული ორგანიზაციები. დიდი რისკია, რომ საქართველოში ემიგრანტებმა შემოიტანონ იარაღი, დაიწყონ ტერაქტები და მოკლედ კიდევ 1000 უბედურება. რა თქმა უნდა, არსებობს რადიაციის რისკი, რომელიც ირანის ყველა მეზობელ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს შეეხება. ჩემი აზრით, დღეს სატელევიზიო არხებზე ქოცი პროპაგანდისტები deep state-ზე კი არ უნდა ლაპარაკობდნენ. მთავრობამ უნდა მიაწოდოს ხალხს მკაფიო ინფორმაცია თუ რა საშიშროებაა და როგორ აპირებს მთავრობა გაუმკლავდეს ამ პრობლემას. მაგრამ სამწუხაროდ მთავრობას არ სალია ესეთი უაზრო თემების გასარჩევად, როგორიც არის ხალხის უსაფრთხოება. მეგობრებო, სანამ ამ ვიდეოს ვაკეთებდი, ამერიკა ჩაერთო ამ ომში. ანუ ისრაელის გეგმა მიმუშავა და ამერიკა მაინც ჩაითრია ამ ომში. ჩემი აზრით, ტრამპს უბრალოდ სხვა შანსი არ ქონდა. ყველა არაბულმა სახელმწიფომ ისრაელის გამო ამერიკას ზურგი უკვე აქცია და ირანის ატომური არსენალის განადგურება ხომ არის საჭირო. ხოლო გადაწყვეტა ტრამპა, რომ ჯობია ისრაელს დაეხმაროს, რადგან არაბებთან მოლაპარაკებით მაინც ვერაფერს ვეღარ მიაღწევს. მოკლედ, მე გამშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ Discord სერვერი, გამოიწერეთ არხი და მე ლაიქეთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე.